ვარ ვაშინგტონში, სადაც რამდენიმე საათის წინ ჩავწერე ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელზეც იცით რომ ბოლო ინფორმაციით მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკაში, აქვს დიდი გეგმები და აფუძნა საკუთარი ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, იმ მოქალაქეების უფლებების დაცვაზეც, რომელიც გახდა სამიზნე, აი კადრები, რასაც ახლა ხედავთ, ზუსტად ამას ასახავს, რომ ხელისუფლება, ივანიშვილის ხელისუფლება მთელ თავის სახელისუფლებო რესურსს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. მე მას ვკითხე, ბუნებრივია ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ვკითხე გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმ წყაროების ცნობაზე, რომლის თანახმადაც ჩემზე თავდამსხმელი ისევ თავისუფალია, თავისუფლად გადაადგილდება ისევ ქუჩებში, ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკით და მის ნაცვლად სულ სხვა პირი დააკავეს. რატომ მოხდა ეს ასე, თუ ამ ვერსიას გავყვებით, ირაკლი შაიშველაშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ მითხრა, რომ ჯერ კიდევ აქვს ძალიან დიდი გავლენები ამ სტრუქტურებში, ეგრეთ წოდებულ ხარებას და მათ აქვს იმდენი გავლენა, რომ ეგრეთ წოდებული ხარებას ბიჭები ხელუხლებლები იყვნენ, ისინი სარგებლობენ იმუნიტეტით, დაცულობით გარანტიით და უფრო მეტიც მათ ასე ვთქვათ შესთავაზეს ძალიან სარფიანი სამსახურები მას შემდეგ, რაც ფორმალურად დაითხოვეს უწყებიდან, ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაცვის სამსახურებს, გადანაწილდნენ გავლენიანი ბიზნესის დაცვის სამსახურებში, კოლ-ცენტრებში, ასეთია ირაკლი შაიშველაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ის მეუბნება მე, რომ ამ ცნობების შესახებ უფრო მეტ დეტალს ოდნავ მოგვიანებით გავიგებთ. ინტერვიუ ძალიან ვრცელია, მე ის სულ რამდენიმე წუთის წინ ავტვირთე ჩემს Facebook გვერდზე და კონკრეტულად აი ამ ნაწილზე, რომელიც როგორც თავად შაიშველაშვილიც ამბობს, გულისხმობს საქართველოს ჩეჩნეთის მოდელად ქცევას, შეგვიძლია ერთად მოვუსმინოთ. ბოლო პერიოდის ამბებზე მინდა კითხო, ჩემთვის პირადად რაც ხდება სპეცრაზმელების დაკავება არის ფასადი, რაღაც ტრიუკი, როგორც ივანიშვილი ხშირად ამბობდა ადრე და ამ ყველაფრის მიღმა კონკრეტული მიზანი იმალება. შენ რა ახსნა გაქვს? რატომ გახდა რეჟიმი იძულებული, რომ დაეკავებინა სპეცრაზმელები? გურა, მოდი გადავახვიოთ აი წელიწად ნახევრის უკან, როცა ეს მძიმე დღეები დაიწყო საქართველოში, ხო? 28 ნოემბრიდან მოყოლებული თვეების განმავლობაში ხდებოდა მოქალაქეების მასობრივი ცემა. პირდაპირ ეთერში, რომ ეს არ ყოფილა ვიღაცის ტელეფონით გადაღებული, ხო, კადრები, პირდაპირ ეთერში და ყოველთვის ვიძახი ამას, რომ მაყურებელმაც რო იცოდეს, რადგან ამ პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური მართვის ცენტრიდან უყურებენ, სადაც არის ეს ეგრეთ წოდებული ტელევიზორები და ლაივ კამერები, რომელსაც თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავს. ანუ მინისტრის მოადგილეები, გადაწყვეტილების მიღები პირები ამ ყველაფერს უყურებენ. ანუ მართვის ოთახია, სადაც ყველა კამერა ჩანს. აიდანაც მართავენ ამ პროცესებს. და რუსთაველზე დამონტაჟებული ყველა კამერიდან, მათ შორის აკუმულირებული არის ერთ ოთახში, აიდანაც უყურებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, შენი კონკრეტული ფაქტიც რომ მოხდა, იმ წუთასვე იცოდა ხელმძღვანელობამ, რომ ეს იყო დანაშაული. ეცოდინებოდა ეს და იცოდა ყარაზიშვილმა, ეს იცოდა მინისტრის ყველა მოადგილემ. მისი ვინაობა, თავდამსხმელის ვინაობა. თავდამსხმელის ვინაობა, იმიტომ რომ სისტემაში ესეთი რაღაც არ იმალება. კი არ იმალება, ვერ იმალება. თვითონ ხელმძღვანელობა აიდენტიფიცირებს ამას, ხელმძღვანელობა ითხოვს, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული. რომ იცოდნენ, მე რა ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ პიროვნების შესანიღბად, პირობითად დასაცავად და ასე შემდეგ, რომ მე სივრცე ჩაკეტონ. კი, შემოფარგლეს ხუთი თანამშრომლით. ანუ რა ლოგიკით შემოფარგლეს? ანუ აქ მნიშვნელოვანი და საინტერესო რა არის, იცით? ანუ რატო დაკრიფეს? მოდი ესე ვთქვა. ხო, პირველი რო არ გამოვიდეს საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი ვინები არიან ეს პიროვნებები. რო არ მოხდეს ამ პიროვნებების იდენტიფიცირება და ტელევიზიებმა სურათებად არაჩვენოს. მათი უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ ამასო, ასეთი განმარტება იყო. აქ არ არის, აქ რა არის, იცი, ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ზუსტად ამისი ეშინიათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები შენთან მაგრები არიან, როცა ნიღაბი უკეთია. კი ბატონო. თორე როცა ნიღაბი არ უკეთიათ, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი ვირთხები. ანუ იყო ასე თქვა გარკვეული შეთავაზება, ფინანსური შეთავაზება,
იმიტომ რომ მე ვიცი მიმდინარეობდა დაბარებები ინტენსიურად შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების და კონკრეტული ფინანსური შეთავაზება ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღების ნაწილში. ვიღაცა დათანხმდა, ვიღაცა არ დათანხმდა როგორც ჩანს, ან რაღაცა გარკვეული უფრო მეტი კომპრომატი ჰქონდათ ამ ადამიანებზე, ან შუამავლები ყავდათ ერთგვარი. ამ ადამიანებს შესთავაზეს კონკრეტული კომპენსაციები, მერწმუნეთ, ანუ როგორც კი მაქსიმუმ 1 წელიწადში ანუ საზოგადოებას დაავიწყდება, ეს შენ არ დაგავიწყდება, მაგრამ საზოგადოებას სამწუხაროდ, იმიტომ რომ მუდმივად რაღაც ახალი ხდება. დღის წესრიგიდან როგორც კი ჩაიწევს ეს თემა, მათ გამოუშვებენ ციხიდან. მათ გამოუშვებენ ციხიდან. ეს დაპირებაა, რაც მათ მისცეს. რა თქმა უნდა, არა მარტო დაპირება, ერთგვარი შეთანხმება არის ეს. რა პრინციპით შეიჩნენ? აი შესაძლოა ისინი საერთოდაც არ იყვნენ რეალური თავდამსხმელები და უბრალოდ რადგან მათი ნაწილი უკვე ციხეში იყო, უთხრეს რომ ბარემ აი ეს შაულიც აიღეთ თქვენს თავზე და დაგიფასდებათ მე. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 300,000 ლარზია საუბარი პრემიის სახით. $300,000-მდე 150,000-დან $300,000-მდე არის ქეშის სახით. ჩემზე რეალური თავდამსხმელი რატომ არ არის დაკავებული და მის ნაცვლად სხვა რატომ ზის ახლა გისოსებში? იმიტომ რომ ეს რეალური თავდამსხმელი იყო იმ ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელიც ასოცირდებოდა, ასე ვთქვათ, ხარებას სასტავთან და ხარებას ჯგუფთან და მისი ფარველობა არის, ის ფარველობს ალბათ და ის ვერ აიღებდა იმ $300,000. ის ვერ აიღებდა საკუთარ თავზე ამ პრემიის სანაცვლოდ. ხარები კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ მის განცხადებას, როგორი გაღიზიანებული იყო. ანუ ხარებას ერთგული და ხარებას სასტავი ამ პასუხისმგებლობას არ აიღებდა საკუთარ თავზე და ის ზუსტად ამიტომ იყო გაღიზიანებული. ანუ მისგან არ იყო ნებართვა, თორემ მისგან რომ ნებართვა ყოფილიყო, ხარებას გამო ხო გეუბნებით, ანუ მეორე დღესვე წავიდოდნენ ციხეში და ჩაჯო რო ეთქვა რომ აი всё უნდა თქვენ პასუხი უნდა აგოთ. ანუ ხარებას დღემდე ისეთი გავლენა აქვს სისტემაში, რომ მის ბიჭებს მფარველობს ბოლომდე? მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, კი. ხო, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ოფიციალური სტრუქტურის დანაყოფი, ხო, ხარებას ისინი ემორჩილებიან დარწმუნებული ვარ სხვა ბინძურ საქმეებშიც, არაფორმალურად რაც კეთდება უწყების გარეთ. არის დღეს გურამ როგორც სხვადასხვა დაცვის კომპანიებში, აგრეთვე გადანაწილებული არიან სხვადასხვა ბიზნესმენების პირადაცვებში, სხვადასხვა კრიმინალური სინდიკატების პირადაცვებში, სხვადასხვა კოლ-ცენტრების დაცვებში, ძალიან დიდი ანაზღაურებით, ძალიან დიდი პრივილეგიებით, შენარჩუნებული აქვთ ეგრეთ წოდებული ნარუშილოკები, ესე დავარქვათ, მოკლედ სამსახურებრივი საბუთები. ანუ ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი ხელფასი ისევ, აქვთ იარაღს ატარებენ ეს ადამიანები, ამიტომ გრძნობენ თავს, ასე ვთქვათ, ჭყალებში დაცულად და ამ პრივილეგიებს აძლევს ზუსტად ხარაზიშვილი. ხარაზიშვილის უკან დგას გომელაური და ანუ რაღაცნაირად არაფორმალური დაჯგუფება აქვს ხარაზიშვილს, ასე გამოდის, ხო? არა მარტო ხარაზიშვილს, ყავს რაღაც სხვადასხვა იგივე ქონდა, კრიმინალურ სინდიკატებსაც იგივე ქონდათ. თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, ანუ ეს კრიმინალური სინდიკატები და განსაკუთრებით ეს ბიზნესმენები, ესეთი ტენდენცია არსებობს, აი კონკრეტული უბრალოდ არ დავასახელებ იმ ბიზნესმენს, ირანის საელჩოს ნომრებს დადიან, ანუ $25,000 არის სტავკა, რომ ესე ვთქვათ, იყიდო საელჩოს ნომერი, მანქანას მიაკრა, ჩაბურო და ხელშეუხებელი პირი ხარ, დადიხარ ბასლაინზე, არ გაჩერებს პოლიცია, ასე შემდეგ და ანუ როგორ გამრავლდა რომ დადიან ანუ ეს ბიზნესმენები და უკვე 3-4 ბრონირებული მანქანა დაყვება, ანუ რას ბიზნესს და კრიმინალურ სინდიკატს დაცვა ყავს, შეიძლება ერთობლიობაში იმდენი არ ყავდეს თვითონ ღარიბაშვილისა, კობახიძეს ან პაპუაში. რასაც ახლა ყვებით ირაკლი, ეს არის ჩეჩნეთის მოდელი. ჩეჩნეთის მოდელი არის და ზუსტად ამისკენ მიდიან. ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ იტყვის, მაგრამ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ სარგებლობს ამ პრივილეგიებით. საინტერესო ის არის, რომ ვიდრე ეს ვერსია, სრული ვერსია გავიდოდა ფორმულას ეთერში და მე მას ავტვირთავდი Facebook-ზე, მოკლე ანონსური ვერსიის შემდეგ იმედმა ეგრეთ წოდებული კადი დადო საკუთარ Facebook-ზე, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილის ერთ-ერთი ფრაზა გამოიტანეს ციტატად, რომ ის ასე ვთქვათ მოიხსენიებდა სპეცრაზმელებს ნიღბების გარეშე ვირთხებად, ხო ის ამბობდა რომ ნიღბებით არიან მაგარი ბიჭები და ნიღბის გარეშე უბრალოდ ვირთხები. და იმედმა შეფუთა თითქოს ის ზოგადად ამ სისტემის ყველა წევრზე ლაპარაკობდა ამ შეფასებით. მე უბრალოდ მინდა დავაკონკრეტო, რომ
ესე არის манипуляция, რა თქმა უნდა, სისტემაში არიან ჯერ კიდევ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და სწორედ ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში ახლა ირაკლი შაიშმელაშვილი და ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ამ პროცესში, რასაც საქართველოს დახსნა რუსული კლანჭოებისგან ქვია, მიიღონ აქტიური მონაწილეობა. მე ვაშინგტონიდან გერთვებით ახლა და ყველა იმ ფაქტზე, რაზეც ახლა ირაკლი შაიშმელაშვილი გველაპარაკებოდა, მეც საკუთარ პოზიციას გავაცნობ პარტნიორებს, მანამდე ალბათ იცის მაყურებელმა ბრიუსელში ვიყავი და ვაშინგტონის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ისევ სტრასბურგში ვბრუნდები, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა იქნება ივნისში და იქ უკვე დიდი ღონისძიება იგეგმება, რომელზეც უკვე მოგვიანებით მოვიყვებით. მოკლედ, ჩემი მთავარი მისია ახლა არის პარტნიორების ინფორმირება პირველ წყაროებისგან და უთუარი მტკიცებულებებით.